სასამართლო მობრძანდება. გთხოვთ აბრძანდეთ. გთხოვთ დაბრძანდეთ. სასამართლო განიხილავს ირემაძის საქმეს. ბრალდების მხარეს გთხოვთ წარადგინოს მოწმე. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს ვალერი ჭუმბურიძეს. მანდატურს გთხოვ შემოიყვანოს მოწმე. მოწმე ჭუმბურიძე. თუ შეიძლება წარუდგინეთ სასამართლოს თქვენი თავი. ვალერი ჭუმბურიძე. ბატონო ვალერ, რელიგიურ ფიცდადებ თუ სამოქალაქოს? რელიგიურს. დაიფიცეთ ყოვლის შემძლე და ყოვლის მცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ. ფიცავ, ღმერთი იყოს ჩემი მფარველი. ბრალდების მხარეს შეუძლია დაკითხოს მოწმე. ბატონო ვალერი, რა თანამდებობა გეკავათ 2004 წლის აგვისტოში? მე ვიყავი უშიშროების ოფიცერი მივლინებული საზღვაო ძალებში. მოახსენეთ სასამართლოს რა შედიოდა თქვენს უშუალო მოვალეობებში? მე მევალებოდა პროცესებზე თვალყურის დევნება და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბატონო ვალერი, ესე იგი თქვენ პროფესიით მეზღვაური არ ხართ? არა. როდის და რა მიზეზით დაიწყო კონფლიქტი ზურა ირემაძესა და მაშინდელ მაღალჩინოსნებს შორის? ჯერ კიდევ ზურა ირემაძის სიცოცხლეშივე უშიშროების საბჭო ატარებდა საზღვაო ძალების გაუქმების პოლიტიკას. ადმირალი ირემაძე ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს. გენშტაბის უფროსის პოსტზე მინდა წაგადგინო. ამას არ დაუშვებენ. თან სიმართლე გითხრა, მეც რაღაც არ ვარ მზადზე. ხოჩი რა მთელი ცხოვრება შევალე ფლოტის შექმნას. მესმის ზურა, მესმის. კარგად მესმის. დიდი შრომა გაჩადებული. მაგრამ მეც ჩემი სტრატეგია მაქვს. პოზიციები უნდა გავიმყაროთ. საქმე სასიჭირდება. გამორიცხულია ბატონო პრემიერო. პირდაპირ კონფლიქტში ვარ შესული უშიშროების საბჭოს მდივანთან. მის უკან პრეზიდენტი დგას. ამას არ დაუშვებენ. ნახოთ. თან პორტის გასაკონტროლებელია, რაღაც საეჭვო ტვირთები შემოდის. ეს ბოლო თვეებია, ვერ ვაკონტროლებ ამ ტრაფიკს. ვიცი, საქმის კურსში ვარ. ზურა, ნაღზევზე ვართ. მაგრამ ერთი რაღაცა იცოდე. ამათ პორტის გაყიდვას არ დავანებებ. გაგაბრძანდებოდეთ პრემიერო. მშვიდობით, ზურა, მშვიდობით. ბატონო ვალერი, თქვენ ჩვენებაში წერთ 2004 წელს საზღვარი გადმოკვეთა გემმა ინსტო, ასეა? დიახ. ადმირალმა ირემაძემ თუ იცოდა გემის შესახებ? არა. და თქვენ ბატონო ვალერი? დიახ, ვიცოდი. ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს, რომ გემი უკანონოდ შეძენილი იარაღით იყო დატვირთული? მე ვიცოდი, რომ გემს იარაღი გადაჰქონდა, თუმცა დოკუმენტაცია რომ წესრიგში არ იყო, ეს მხოლოდ შემდგომ გავიგე. ბატონო ვალერი, თუ შეიძლება მოახსენეთ სასამართლოს, რა მოხდა იმ დღეს, როდესაც მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი ადმირალს ესტუმრა? წინა დღით ჩვენ საერთაშორისო საზღვაო სწავლება ჩავატარეთ. მე და ადმირალი ტრენინგ სიმულატორის ოთახში ვიყავით, რა დროსაც რაციით ოფიცერი ძაძამია დაგვიკავშირდა. ნება მომეცეთ ხომალდი გავიყვანო ზღვაში. კი ბატონო. არის. მოხსენით ბაგი, მოხსენით კიჩო.
გული პირდაპირ. მარჯვენა მანქანა წინ. გავდივართ ვიწრობებში. ბატონო ადმირალო, ვიწრობები გავიარეთ. პირველი. კავშირზე ოფიცერი დაზამია. ბატონო ადმირალო. ისმენ ოფიცერო დაზამია, მომახსენე. ბატონო ადმირალო, სახელმწიფო საზღვარი გამოკვეთა გერმანიისთან. ჩვენი მონაცემები გემზე შეიძლება იყოს კონტრაბანდა. იალას გულის. ოფიცერო დაზამია, პირდაპირ მითხარი რა გაეჭვებს. გემის კაპიტანი კავშირზე არ გამოდის. ჩვენ შეკითხვებზე საერთოდ. როგორ მოვიცეთ? კარგით, გააჩერეთ. გამოიძახეთ სააბარდაჟო ჯგუფი და შეამოწმეთ. გასაგებია. კარგი ცვნა იყო, არა ვალე? კი, მე მგონი ნორმალურად ჩაიარა. ასე თუ გავაგრძელეთ, წარმატება გარდაუვალე. დიახ, კარგი, მე კაბინეტში ვიქნები. გასაგებია. ბატონო მერაბ, ინსტოს პრობლემები შეექმნა. მეორე დღეს ღია ზღვაში ვიყავით გასული, როცა უშიშროების საბჭოს მდივანი გემზე გვესტუმრა. გაბარჯობა. მე მალე უნდა წავიდე პირდაპირ საქმეზე გადავა. ასე არ გამოვაზრო. ჩვენ ახალ სახელმწიფოს ვარში. შენი ის მაგივრად რომ დაგვეხმარო პირიქით ხელს გუშლი. რას გულისხმობთ? გარეთ გავიდეთ. კარგად მახსოვს, მათ შორის რაღაც საუბარი შედგა, თუმცა რა სახის საუბარი იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით. აი ამ საუბრის შემდეგ ორივენი დაძაბულები ჩანდნენ. აი, იმ გემს. რუსეთის დროშით. მოკლედ, ჩვენი წყლების ასე მარტივად გადმოკვეთა რუს სამხედროებს არ უნდა შეეძლოთ. იცით ახლა სად იმყოფება აი ის გემი? რას ნიშნავს სად იმყოფება? ნეიტრალურ წყლებში. წყლებს რა მნიშვნელობა აქვს? თავარი სახელმწიფოს უსაფრთხოება. ისტო რატო არ შემოუშ? რატო შეაყოლა? საბუთები რიგზი არ ქონდა. საერთო წარმომავლობის ტვირთია გემით სხვათა შორის. და კიდევ სხვა გემებისგან განსხვავებით მან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლა უნებართოდ სადა. ახლა წესისამებრ ვამოწმებთ. ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევს საკუთარ თავს ზურა. თუ არ ვწდები მე და ჩემი ფლოტი საქართველოს საზღვაო საზღვრებს ვიცავთ ბატონო მერა. და ჩვენ რაც ვაკეთებთ ჩემი აზრით? ვინ ჩვენ? ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება. საქმეს ასე ჭირდება. შენ რეალურად საფრთხეს უქმნი სახელმწიფო ინტერესების განხორციელებას. საქართველოს უკანონო ინტერესები ვერ ექნება. ეთყობა ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის ამ სახელმწიფოს ინტერესები. მით უარესი თუ ესე. გააჩნია ვისთვის. მაგას დრო გვიჩვენებს. მოკლედ მე გაგაბთე. დანარჩენი შენაც. ხედავ საქმე ისე არ არის როგორც ჩემი. თვალი არ მოაშორე. პირადად შენ იქნები პასუხი. გასაგებია ბატონო.
მოკლედ შევხვდი. არა ადეკვატურია. გემის გაჩერება დააპირა. არა, რეიძე დააყენეს. კინაღამ უკან გაბრუნდა. მოკლედ მისახედია ეგაცი. ხო, მაგას ვაპირე. მოიცა. მოსაკრავ. ისთან ნიკოს. ცალე. აბა. ოდუბო. გამარჯობა, მერა. გამარჯობა. მე თბილისში მგონიშვა. მეც. პინულიანი წყალი თუ შეიძლება? ბათუმში რჩებით? არა, გვიანზე ვბრუნდები. ერთად ხომ არ ვიმგზავროთ? თუ დავემთხვევით? ირთვით ბატონო ნიკო. სხვა რამეს ხომ არ ინებებთ? არა, მალოთ. ხო. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, უცხოელი გენერლები ჩამოვიდნენ. მაგ შეხვედრაზე ჩამოხვედი? გუშინ ჩამოვიდნენ. შევხვდი უკვე. ვისაუბრეთ. მაყოფილები არიან. ფლოტის ორგანიზებულობით და მონდომებით. ძალიან კარგი. ხარისხითაც. ძალიან კარგი. დამპირდნენ წვდომების დროს ჩვენ სტრუქტურებს მოგახმართო. საბრძოლო აღჭურვილობასაც მოგაწვდითო. ძალიან კარგი. მოკლედ, დიდი საქმე გაწია ჩვენმა ადმირალმა. ხუჩა. უდაოდ მედლის ღირსია სახელმწიფოსგან. ჩვენი მხრიდან მედალს არავინ დაუკავეს, მით უმეტეს ღირსეულს. აქ მედალში არ არის მარტო საქმე. შრომას დაფასება ჭირდება. რა თქმა უნდა. ფლოტის სხვა თემაა. ფლოტს კვალიფიციური ოფიცრები ჭირდება. საზღვაო აკვატორიის გაკონტროლება მარტივი არ არის. მე შევახსენოთ ჰეროს. იცის. კარგი, აღარ შეგაყოვნე. უმერში ავალ. იმავე დღეს ოფიცერი ძაძამია სანაპირო დაცვის კატარღით დაგვეწია, რომელსაც ადმირალისგან გემი ინსტოს შემოწმება ჰქონდა დავალებული. ბატონო ადმირალო, შემოწმების აქტებია. გამართლა თქვენი ეჭვი. დიახ. კარგი, თავისუფალი ხარ. სასაზღვრულოსთან დაბრუნდი. ადმირალმა გემი ინსტოს დაკავების ბრძანება გასცა. რთული მისახვედრი არ იყო, მან ამით უშიშროების საბჭოს მდივანს ანგარიში არ გაუწია, რასაც სავარაუდოდ გართულებები მოხდა. შენ თუ იცი ასეთი ფარიკაობა? შევიცი. მე ორი პატარა ხმალი მაქვს. ო. ისე რომელი ჯობია? ერთი გრძელი თუ ორი მოკლე ხმალი, ა? გააჩნია ვისია და გააჩნია ვინ გეხმალავება. მე იარაღი არ მაქვს და შეგიძლია თქვენ თვითონ ამომირჩიოთ. შენ იარაღი არ გჭირდება. ბაბა? ისედაც სუპერ ძალები გაქვს. ბაბა, რომელი სუპერ ძალა მაქვს? ო. ასე ვერ გეტყვი. უნდა გაკოცო. ვაკოცე. მეც მინდა გავიგო.
ჰერო რა არის? ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თვითონ მითხარით, რომ ბატონ მინისტრს შეუძლია პირდაპირ შემოვიდეს. ბოდიში ჰერო, გოგოებო, ისეთი საქმეა, რომ თქვი, იცოდე, თუ რამე სერიოზული არ არის და სასწრაფო, მოგეცი? დასჯა არ აქცდება, ხო? გემი გაბრუნდა. უბრალოდ რეიძე დადგა. ვიჩ. რა გემი? რას თიშთავს რეიძე დადგა? ინსტა. შემოწმება გადაწყვიტა ადმირალმა. იდით ახლა თქვენ გაისეირეთ, ხო? ვიდი. ნათია სასახლე დაათვალიერებინე. კარგით. მე თვითონ დაგიძახეთ. მაგას შიქხომ არ აქვს. ხო ვამბობდი რომ ეს ტიპი პრობლემაა თუ. ბიჭებმა ივაშკაცეს, თორემ გემის დაპატიმრებას აპირებდა. წარმოგიდგენია რა მოყვებოდა მას. თქვენით მიხედეთ მაგ პონს, თორემ ჩვენგან დახმარებას ვერ ეგრისებით. რაღაც უნდა მოუხერხოთ იმ ტიპს სასწრაფოდ. დავიჭიროთ. ჰა? რავი, დავიჭიროთ. ნიკოს შეხვდა. კო? როჯო? სავარაუდოდ საქმის ხუში ჩააყენა. როდის? საათ. ჩავწერეთ და განახე. მაშინ ვერ დავიჭერთ. მაშინ ვერ დავიჭერთ, უნდა მოვიშოროთ. უნდა მოვიშორო. შეგიძლია მოусმინო. კარგი. პირად კონტროლზე ავიყვანავ საქმეს. არა, ხო გახსოვს? გემის ჩაძირვა დამავალ. ეგ ცოტა ვერ არის, ხო იცი? არა, მართლა გამკეთებელია თუ ვინმე მას შეაჩერა. იცი. მივხედავ ამ საქმეს. ნეიტრალურ წყლებიდან სხვა გემების გაყრა ჩემს მოვალეობას აღემატება. ასე ვინ მართავს სახელმწიფოს, ნიკო? იცი. მესმის ურა, მესმის. მივხედავ ამ საქმეს. ძალიან კარგი. მიხედე. ანუ დავიწყოთ მოქმედება. ო! უნდა მოვუწებდოთ. მაგის სიახლოვეს ვინმე. ყველა უნდა ვაჩალიჩოთ. თქვენთან ერთად ვინ თანამშრომლობდა უშიშროების საბჭოს მდივანთან? მე გიშონია, რომელიც იმ დროს ადმირალის მდივანი გახდა. ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება. მე გიშონია, რომელიც იმ დროს ადმირალის მდივანი იყო. მობრძანდით? შეიძლება. ბატონო ადმირალო, ბოდიში გადამავიწყდა ეს ხუთი თქვენთვის მოიტანეს. ვისგანა? შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაგზავნა. ალბათ მე.
სასამართლოს მოვახსენებ, რომ მეგის შონი ადმირალის გარდაცვალების დღიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ბრალდების მხარე მოწმეთ იძახებს კონსტანტინე ფორჩხიძეს. მანდატურს თხოვნ შემოიყვანოს მოწმე. მოწმე ფორჩხიძე. წარუდგინეთ თავის სასამართლოს. კონსტანტინე ფორჩხიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. ბატონო კონსტანტინე, რა ურთიერთობა გქონდათ ადმირალ ზურა ირემაძესთან? თანამშრომლები და მეგობრებიც ვიყავით. როდის ნახეთ ბოლოს ადმირალი ირემაძე? მის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. რაიმე საეჭვო ხომარ შეგიმჩნევიათ ან თქვენთვის ხომარ უთქვამს რაიმე? შევამჩნიე. ცუდად გამოიყურებოდა. კითხე რა ხდებოდა, მაგრამ არ მითხრა არაფერი. შემდეგ გადმომცა რაღაც საბუთები და მთხოვა, რომ პირადად მიმეტანა პრემიერისთვის. რამდენიმე დღეში პრემიერის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. საბუთები დამრჩა მე, ამიტომაც დავიწყე გამოძიება. რა საბუთები იყო? უკანონო იარაღით ვაჭრობის მარშრუტები და ქართული საზღვაო ეკვატორიის გამოყენების სქემები. თხოვთ. ბატონო კონსტანტინე, დეტალურად აუხსნათ სასამართლოს. რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი დაიწყო 2004 წელს და გაგრძელდა თითქმის 2010 წლის ჩათვლით. გთხოვთ ჩართოთ სქემა. გთხოვთ ჩართოთ სქემის ამსახველი ფირი. აქ წარმოდგენილია ამერიკული, უკრაინული და ბულგარული კომპანიები, ასევე უშუალოდ ის პირები, ვინც კონტაქტობდა ქართულ მხარესთან. სახელმწიფოს შესყიდვების ეს სქემა, როგორც უკვე აღვნიშნე 2010 წლამდე მოქმედებდა. ქართულ მხარეს სათავეში ედგა პრეზიდენტი და მისი მამინაცვალი, ავთანდილ მალაშხია. მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ვინმე მიტთან. მოკლედ ძალიან კარგი საქმის დასაწყისი გვაქვს. ჩვენ ყველაფერი რაზეც შევთანხმდით, ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენ ბარგი მიიღეთ და ჩემგან შეფერხება არ გექნება ჩეკლების ამებ. ძალიან კარგი. ამიტომ ჩვენ შეხვედრას გავუმარჯოს. გაუმარჯოს. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. შენ როგორ ხარ? გაიცანე ავთო. სიამოვნო. ლობდა. მზადლით. მადლობა. კამპანიოთ. ისე სურპრიზ. ეს სილამაზე დამახეთქე უცებთავს. გამოგზავნთან არის საბაზრო. ტვირთი უკან არ უნდა დაბრუნდეს. შენ დონეზეა საბაზრო. ავთოს ვეტყვი. ავთოს ვუთხრა. ახლა ის დაიწყებს იქიდან ტვის მოთხენავს რა. ხო ავთო. ეგ არის პარადები ხონსო. კი, ძალბალე მოვაგვარებთ ყველაფერს. ეს სირიეს ამის დედა შევეცი. არ მომიდობა ადმირლობა. მოკლედ ავთო მე ეხლა უკვე აი აქვე დავავალე იმას მერაბს. მერაბის ჩაჯმუს წვინდა ახლა ზუსტად. მანდა? კი, როგორ არა აქ არის. მერაბ როგორ ხარ?
კარგად ბატონო ავთო თავად. პარტნიორი გაბრაზებულია ძალიან და მე ყველანი გაბრაზებული ვართ ბატონო ავთო, მაგრამ უკვე ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ. დიდი ხანი არ დამჭირდება, მალე მოვაგვარებ. კანალი არ დაგვაკარგინო იცოდე. პასუხს ვაგეთ. ხო, ავთო, შეძლებ რომ დაელაპარაკო მაგათ. მე ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. მაგრამ ჯობია შენც დაურეკო. მე დაურეკო? კი, დაელაპარაკე, დააწყნარე. პრეზიდენტი შენ ხარ. კარგი. ხო, კარგი, შარე. დაურეკავ მე, კი ბატონო, ეხლა მორჩები შეხვედრას და გადაურეკავ ეგრევე. პირდაპირ. გაიგე? და მიხედე ეხლა საქმეს. ой, არ გინდოდა? ой, კაცრავად. მოდით. შევთანხმდით? მიხედე საქმეს. სადი. ბატონო კონსტანტინე, თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ყოფილ პრეზიდენტს და მალაშხიას დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ვინმე მითთან. რით ამტკიცებთ აღნიშნულს? რაც შეეხება მითს, სხვათა შორის ის სასჯელს იხდის 20 წლიანს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან აღიარა თავისი ბრალეულობა უკანონო იარაღით ვაჭრობაში და ასევე ამ აღიარებაში ფიგურირებს მისივე ნათქვამია, რომ მას ჰქონდა კონტაქტი და კავშირი ქართულ მხარესთან, პრეზიდენტთან და მის მამინაცვალთან ავთანდილ მალაშხიასთან. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს. უკაცრავად ძალიან. ხო, ამას ნამდვილად არ ველოდებოდი, ხა ისეთი სიურპრიზი გამიკეთა მეგობარმა. ალო, ბატონობით, ძალიან უხარ ხე მოხდარის გამო, მაგრამ მინდა დაგარყულოთ, რომ პრობლემა მოგვარებულია. და ხა აღარ გამეორდება, ხა მოკლედ რო გითხრათ, რაღაც გავუგებ რომ მას ხონდა არტი. კაი. შეამოწმარა ხო. ხო, ახლა არ ყავდა საქმის კურსი რა, რადგან აქამდე არ იყო ამის საჭიროება. დიახ. ახლა შესაბამისად სანდა მივახვედრეთ რომ ეს გემი მის კომპეტენციის გარეთ იყო, ხდები ხო, ცოტა ხანი და იცით ყობა მოუწია ლოგიკურად. ხო, მოკლედ მოვაგვარეთ მე და მე ვარ კარატი. ყველაფერი რიგზია, ხო? კაი. უღონეს მადლობა ყველაფერს. ზარი დასურულ დროს ზეც ჩადის. ყველაფერი თქვენზე მუშაობს, ჩემო ავთო. Wali saplas vedendi Webna chedakan guliton sonamnepai Gulamos nilis tirodin Sada hachemos sulikon zembea Gulamos nilis tirodin Sada harchemo Lolita Suli
ბატონო კონსტანტინე. დიახ. აი რითი მტკიცდება რომ იარაღით ვაჭრობა იყო უკანონო? ამას შუამავალი კომპანიები აკეთებდნენ. ყველა ეს საბუთი ლეგალურად მოვითხოვეთ, მოვიძიეთ, სადაც აღწერილია ჩანს გადარიცხული ფული და შემოტანილი ტექნიკა. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, იხდიდნენ ახალი ტექნიკის საფასურს და შემოქონდათ მეორადი ტექნიკა. ეს საბუთები ჩემს მეგობრებთან, ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ყველაფერი შევგრიბე და უკვე გადავეცი პროკურატურას. დღეს სურს ეს საბუთები გადავცეს სასამართლოს. მანდატურს თხოვ გადმომცეს დოკუმენტაცია. მობრძანეთ. დროულია. მეგი. სანამ აქ არ ვიყავი, ვინმე სხვა ვიკითხება. არა ბატონო სულა. წარია. თუ გნებავთ ახალს მომზადებ. არა უშავს იყოს. მე რომ საბუთები გითხარი, ის შემომიტანე. ვალერი ხო არ ყოფილა შტაბში? არა, არ მინახავს დღეს ბატონო სულა. არა და ვთხოვე რომ დავხვედროდა. დავურეკავ ბატონო სულა. არა. დღეს გვიანია, ხვალ მე თვითონ დახა. მადლობა. ეს რა არის? საკაღაოდე თუ არ ვთხოვეთ. მადლობა. დღეს თავისუფალი ხარ. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა. ზურა ხვალ მოპირებდი შენობას. როგორ ახარ? კარგად. კოდე. და თუ რამე მოულოდნელი მოხდა? ხო. აი ეს პრემიერს გადაეცი. პრემიერს? პრემიერ-მინისტრს. ხო შეძლებ.
ალბათ, მაგრამ შენ რა გჭირს რაღაც არ მომწოხარ. არაფერი რაღაც სული მეხუთება. ეთყობა გადავიღალე. არ მომწონზურა ის ამბავი. კოდე. არაფერზე არის დარდო. ნიშნულოვანი რომ არ იყოს ხო იცი არ შეგაწუხებდი. ვიცი. განსაკებია. კარგად იყავი. კარგად. ბატონო ვალერი, რა სახის ურთიერთობა გქონდათ მეგიშონიასთან? არანაირი. უბრალოდ როგორც თანამშრომლები ისე ურთიერთობდით ხოლმე. ჩვენ ორთავენი ვასრულებდით უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებებს. მეგის დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა ევალებოდა. ბატონი მეგის ადგილმდებარეობა ბოლოს დაფიქსირდა ერთ-ერთ კაფეში, რომლის მახლობლადაც თქვენი მანქანა დაფიქსირდა. თუმცა კაფეში ქალბატონი მეგი თქვენთან ერთად არ დაფიქსირებულა. რით ახსნით ამას? მე არ ვიცი თქვენ რომელ კაფეზე გაქვთ ეჭვი და სად იდგა ჩემი მანქანა, თუმცა ჩემი მანქანა ძალიან ხშირად შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერ კაფესთან. ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაცემთ. და თქვენ მაინც ამტკიცებთ, რომ თქვენ მასთან ახლო ურთიერთობა არ გქონიათ? არა, აბსოლუტურად ჩვეულებრივი სამსახურებრივი ურთიერთობა. Jadi. Megi. გაუბედურებაა სავარძელი ძალიან უკანა აღარ. ვინც ახლა რა გისწორება? ახლა მოგწონთ? ესე მომნა შენი მირთმეულიყავა. ემწარა. ემწარა. ალბათ გაიგებდი. გენერლობას მიპირებდი. ოჩახმე. სავარაუდოდ კოტეს ესენი გაატანა. ეს არის დედანი. კოტეს ასლი გავატანით. საჩუქარს ნამდვილად იმსახურებ. სად მივიდა? მოიცადე, ნახო. ბატონო ვალერი, შეგიძლიათ უთხრათ სასამართლოს, რა ბრალდებით მოხდა თქვენი დაპატიმრება, შეიძლება მოახსენოთ სასამართლოს ეს? რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს უშიშროების ოფიცერი იარაღის უკანონო ტარებისთვის დამოპატიმრეს. მადლობა. თქვენი აზრით რა იყო დევნის მიზეზი? ალბათ ამას დიდი ფიქრი არ ჭირდება, ის ინფორმაცია, რომელსაც მე ვფლობდი და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკმაოდ საეჭვო გარიგებების შესახებ ინფორმაცია.
მადლობთ. ბრალდების მხარეს აღარ აქვს კითხვები მოწმესთან. შეკითხვები მეტი არ გვაქვს თქვენს. მოწმეს შეუძლია დატოვოს დარბაზი. ხოთ გააცილოთ იგი.
მოდით. დაჯერით. რა ფუცლებია? მოკლედ ეს ადრე რომ მითხარი, ეს არის სამხედრო ფლოტის ბიუჯეტი, ეს სავარაუდო შემოსავალი მისი გაუქმების შემთხვევაში. აი კარგია რომ გააკეთე, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. კი ბატონო. უფრო სერიოზული საქმე მაქვს. გისმენ. ზაურ. ყურადღებით მომისმინო. გისმენ. ნიკო ტარაკს ათამაშებს. იმის გარდა რომ აქ შეგნით ხდავს ტვის. გარეთაც რაღაცეებს ხლართავს. მე დავთომ გავიარეთ. მისი მოქმედების მთელი ხაზი. პატარა ანალიზი გავაკეთეთ და რა? თავს ჩემს შემცვლელად ასაღებს. მთელი რას გონით აქეთკენ მიდის. ვიც კი გადაწყედებულია ჩემზე, ყველასთან თომარობს. ყველას რაღაცებს პირდება. მეც ეგრეგავი. რუსეთშიც. ევროპაშიც. და ამერიკაშიც. პირდაპირ ხადაც ესე ირიბად ჩემი ხელისუფლების ალტერნატივოთ ასახებს თავს. გავიგე უთქვამს ისო ჰეროს პრეზიდენტობა პოლიტიკური ანომალიაო. რევოლუციის შემთხვევით ლიდერიაო. ასე თქვა ხო? ანუ ხო. არა ხვდებით რა გონია? და საერთოდ ხვდებით რა ხდება? მარიონეტებად გვასაღებს. რევოლუციის დროს რომ არ გევაშკაცა, შემცვლელი ნამდვილად ეგ იქნებოდა. ცდილობს წყენა არ შეეტყოს. გულწრფელი რომ იყოს, შეატყობდით გაბრაზებას. ალებთ? მე კი. არა. ეს არ ბრაზობს. ეს მოქმედებს. ბატონო. გეთანხმები. აქამდე ადრე იყო. მალე გვიანი იქნება. რაღაც უნდა მოვიფიქროთ. სანამ დაპირისპირება სხვებისთვის დასანახი იქნება. სანამ შეტევაზე გადმოვიდა. სანამ ერთი გუნდი გვქვია. და გამოითიშოს თამაშიდან. წინააღმდეგობები არსებობს.
ასეთ საქმეში წინააღმდეგობები არ არსებობს. Თქვი. ავტორიტეტი. უცხოური კოლეგები. და გუნდი. კარგი, გავიაროთ. გუნდი. ეს ვითომ გუნდი მართლა პრობლემაა? პრობლემა ტიპია. დაგის გუნდი მეტრაკების ნაკრებია. ძვირი დაგვიჯდება? რა? აი ზედმეტად რომ არ იხმაურონ და ჰაერი არ გააფუჭა. მერაბ რა სიტყვი? მის გარეშე ხმას ვერ მოიგებენ. და ყურადღებას ვინ მიაქცევს? მე მივხედავ. თორნიკე მიხედავს. კი ბატონო. ჩვენ გადავწყვიტავთ. სად? როდის? და როგორ? სად სულ ერთია. თავარია მალე იყოს და მარტივად. თავარია ბეჭვის საფუძველი არ იყოს. ისე უნდა მოხდეს ყველაფერი, რომ ვისაც ეჭვები გაუჩნდება, პარანოიკად შერაცხოს ყველა. მიზეზი ბანალური უნდა იყოს. ისეთი რაც სხვებსაც მოსვლიათ. უბრალო მოქალაქეებს. ავიღოთ უბედური შემთხვევების სტატისტიკა, გადავხედოთ და ვირჩიოთ. ავარია? არა, მერაბ, ავარია არა. პერედოზი. კარგი რა. ნიკო და ნარკოტიკი ვინ დაიჯერებს? მოვიფიქრებთ რამეს. გამარჯობა. ხომშვიდობა. იქოს რომ რამე მოუვიდეს. მისი გუნდის გადმოქაჩვას მარტივად შეძლებ? რამე რომ მოუვიდეს? გააჩნია რა მოუვა. ბანალურად გაზით თუ გაიგუდა? რა? Молодец, парень. Шаг, что не вор. აჰა. მოგიდათ, აი? მარტივად ამოხსნა, ამოცადა. რა ხდება? დაიგინე. ავტორიტეტი. ეგეთ დროს ეჭვი ყველა ვარიანტში ჩდება. მაგრამ თუ უბედური შემთხვევა ისეთ ვითარებაში მოხდება, რომელიც გახმაურდება და გარდაცვლილს ავტორიტეტს შეულახავს, თან ძალიან შეულახავს. ორიენტაციას გულისხმობ? სულ ეს იყო? ხო. მაშინ მეწავალ.
ვიდა მოსაცდელში დამელოდე. არა. წაო. დეცკი მათე ჩაგვისვეს მე რა. საკმარისია. მე რა დეტალურად მოიფიქრე ყველაფერი. და ავტოს გააცანი. დეტალებს ჩემები მოიფიქრებენ და მერე გააცნობენ მერებს. ჩვენ შემსრულებლები შევარჩიოთ. კი ბატონო. კარგით. დღეისათვის საკმარისია. მიხედეთ საქმეს.